ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში გრძელდება, ამ წუთებში ის პრემიერ-მინისტრს ხვდება. დღესვე დისკუსია გაიმართება პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. გუშინ კი აუდიენცია შედგა საგარეო საქმეთა მინისტრთან. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით იმსჯელეს საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მისივე თქმით, საქართველო მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობის გამტკიცებასა და ამ მიმართულებით თანამშრომლობაში. როგორც ეუთოს გენერალურმა მდივანმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სტაბილურობა საქართველოში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, როგორც ხალხისთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის. მან ხაზი გაუსვა ეუთოს მტკიცე ერთგულებას და განაცხადა, რომ აფასებს ხანგრძლივ პარტნიორობას საქართველოსთან. ეუთოს გენერალური მდივანი გუშინ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძიშიც იმყოფებოდა და პირადად გაეცნო იქ არსებულ ვითარებას. დღეს დილიდან კი ის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს შეხვდა. ხაზი გაესვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთოს როლსა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობის გზით. დეახვლედიანმა გენერალურ მდივანს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. დეტალურად განვიხილეთ საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში არსებული მძიმე უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობა. ამასთან ვისაუბრეთ ჩართულობის და შერიგების სახელმწიფო პოლიტიკის, ისევე როგორც სამშვიდობო ინიციატივების ფარგლებში განხორციელებულ და სამომავლო დაგეგმილ ნაბიჯებზე, რაც მიმართულია საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი ჩვენი ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენისა, ასევე ვიმსჯელეთ ჩვენი შესაძლო ერთობლივი ძალისხმევის შემდგომი გაძლიერების კონკრეტულ გზებზე, რათა მეტ ხელშესახებ შედეგებს მივაღწიოთ მშვიდობის მშენებლობისა და ჩვენი მოსახლეობისთვის ღირსეული პირობების უზრუნველყოფის საქმეში.